Komda bina რაღაც აკეთე მე რაღაც შემემოწყვა და დამეწოფროსორე და წამოვედი მე იქიდან და დავრჩი მე ქუჩაში. რამდენი ხანი არის ქუჩაში ცხოვრობ? 14 წელია. იქ მორდომის ვაგაზარზე მანქანაზე გას. იმ მანქანაში მძინავს პორტში. მარტავი მანქანაა კუზავიანი. იმაში ვარ და მძინავს რა მარტო მე ვარ. დავდივარ წელი ხან ბოთლებზე ხან პროვოდებზე ხან იმაზე და ვაბარებ და არ არის. ეს სამთარი ნახატს თულია იმ კუწუხელის თითები მომეყინა მით უმეტეს. კუზავზე ძილით. კი მაგ ადიელა მაგ მაგრამ მარტო ადიელას გიშვერებთ. ხან ცეცხლმანთებ, ღამე, ხან არ ვანთებთ. მე უკვე აღარაფერზე ვთაკილო. კაცი რო ქუჩაში დარჩებოდ მე კარგად იცით. იმან აღარაფერი უნდა თაკილოს. რა ვიცი. ღამის გასათევი არ აქვს გელასაც, ის უკვე წლებია ქუჩაში ცხოვრობს. მაგრამ გუიაში სახლი უნდა გავყიდე. და მე წამოვედი თბილისში, მას მე თბილისში ვარ. ვინა არა მაგრამ 5 წელი იქნება ქუჩაში რო ცხოვრობ. ოთლებზე დავდივარ, ვაგროვებ ახლა აქან. ხამეს როგორ ვარდება? დავდივარ ხან ვაგზალზე ვარ, სადგურზე იგინე ვატევ ღამეს 12 საათამდე. მე გავარკიდო არცა ხან კაჭკას გავაგორები და რაცა იმაშო. ხან კაჭკაზე ვარ და რა ვიცი. გელასა და ვეფხვიას მსგავსად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებულ საპატრიარქოს მოწყალების სახლში ცხელი საჭმლის მისაღებად დღეში რამდენიმე ასეული სოციალურად დაუცველი და ქუჩაში მცხოვრები ადამიანი მიდის. ქალბატონი ლია 67 წლისაა, ის უკვე 17 წელია ქუჩაში ცხოვრობს. ამბობს, რომ შვილის ციხიდან რამდენჯერმე დასახსნელად მთელი ქონების, მათ შორის საცხოვრებლის გაყიდვაც დასჭირდა. გიორგი ახლაც ციხეში ზის. ჩემი შვილი რო დაიჭირეს, იქიდან ცხოვრობ ქუჩაში. მე ვზივარ მოწყალებაზე. ლესელიძის ქუჩაზე. და იქ თუ მე რაღაცას მომალწმებს და მომცემს, რა თქმა უნდა, დახმარებას თხოვ. და ვიღალე სასადილო საქმეს ვერ ავჭამ. ავათავარ მე, არ შემიძლია. წამლებს სვავ. ნახვილა მაწუხებს შვილო ვიძნით კი ვა, ელინთ მაწუხებს. საერთოდ არა ვარ კარგად. უსახლკაროების პრობლემა სახალხო დამცველის როგორც 2009 და 2010 წლების, ასევე 2011 წლის ანგარიშშიც მოხდა, თუმცა წლების განმავლობაში პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩა. მაგ კუთხით ვერ გეტყვით, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, განსაკუთრებით მე გულისხმობ ბოლო 2-3 წელიწადს. თქვენ ნახავდით, რომ სახალხო დამცველს კვლავ უწევს იმ საკითხებზე საუბარი, მოთ ეს ვთქვათ, როგორც ტექნიკურზე, ასევე ზოგადად სხვა ობიექტურ გარემოებებზე, რომლებიც რეალურად ქმნის ამ პრობლემას. ქვეყანაში უსახლკაროებისთვის არც თავშესაფრები არსებობს. თავშესაფარში გადასულა უნდა აამირან გარდაბნიშვილს. ახლა თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ცხოვრობს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ სახლი გაყიდა და ბიზნესი წამოიწყო. გამოვიღე დავიდა. პროდუქტი და ზამთრის პერიოდი იყო და გამიფიქრა. და ვეღარ ვიყიდე მე დავჩი ის. ელენა კელერკი დიდხანს ვიყავდი, რატომ მოყოლმე ვერ მოაგროვე. აცხაპატალა დამჭაფო და იგი მეხა. ბოლოს ქირის ფულსაც ვეღარ იხდიდა და 1 წლის წინ ქუჩაში აღმოჩნდა. თუ სამუშაოს მომიძების და მომინახავს მაგ ჩემთვის კაი იქნება. ო საჭმელის ხო ავაზა საჭმელის და ფულ დახმარება მომუწევს. მიწისქვეშა გადასასვლელს თავი ყინვების გამო შეაფარა. 2012 წლის ზამთარში უჩვეულოდ ციოდა. ტემპერატურა -10 გრადუსზე ქვემოთ დაეცა. ყინვების შედეგად მტკვარი და თბილისის სხვაც გაიყინა. იგაც რომ მაგის მეტი რა არის, ავსტრია. რამდენი გეიყინა? აგერ 2 დღეს უკან 2 ადამიანი გეიყინა ვაგზალზე.
ქუჩაში რო არიან, აბა არიყინებიან. დამწრობის ცენტრში პირველად მოყინული ადამიანი ჯერ კიდევ ახალ წლამდე შეიყვანეს. წელს სამწუხაროდ სტატისტიკა მოყინვასთან და გადაციებასთან დაკავშირებით მოიმატა ესეთმა პაციენტებმა, სულ სტაციონარში გავატანით 18 პაციენტი, ანუ 18 პაციენტს დაჭირდა კლინიკაში მკურნალობის ჩატარება, ყავდა 40 პაციენტი, რომელსაც დაჭირდათ ამბულატორიული შეხვედრაზე სიარული. ამ 18 პაციენტი და სამწუხაროდ 10 პაციენტს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა, სხეულის გარკვეული ნაწილების ძირითადად ტერფების, თითების ამპუტაცია, სხეულის საერთო გადაციება და მოყინულობა პირდაპირ კავშირშია სოციალურ ფენასთან. ძირითადი ნაწილი მათი იყო უსახლკაროები, რომელსაც ვთქვათ, მოყინება და გადაციება მიიღეს ღამით ქუჩაში ყოფნის შედეგად. ნაციონალური არხები კი მხოლოდ ყინვებისგან უცხოეთში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდნენ და საქართველოში მომხდარ ფაქტებს არ აშუქებდნენ. ყინვების გამო ბულგარეთში უკვე 36 ადამიანია დაღუპული. მთლიანობაში კი ევროპის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი 370-ს მიაღწია. ევროპასა და აზიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეკორდული ყინვის გამო 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ყველაზე მძიმე ვითარება უკრაინაში, აქ 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა იაპონიაში, სადაც 50 ადამიანი დაიღუპა, უამინდობა ამერიკაშიც. თუმცა ინტერნეტ მედიასა და სოციალურ ქსელებში უსახლკაროების შესახებ საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა და მოქალაქეები მათთვის თავშესაფრების გახსნას ითხოვდნენ. 11 თებერვალს თბილისში ყინვისაგან 2 ადამიანი დაიღუპა. ფაქტი გახმაურდა და მერიაც თემით სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა. ზამთრის მიწურულს 13 თებერვალს თბილისის მერის გიგი უგულავას ახალი ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი. უსახლკარო ადამიანებისთვის სხვადასხვა უბნებში მდებარე 5 უფასო სასადილოში დროებითი თავშესაფრები გაიხსნა, სადაც უსახლკაროებს ღამის გათევა და ცხელი კერძის მიღება შეეძლოთ. მერიის პროგრამა ადამიანებს ყინვის შედეგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების ხარჯებსაც უფინანსებდა. დღეს დილით ქონდა მერიაში თათფირი და მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ თბილისის ყველა რაიონის მიხედვით ერთი უფასო სასადილო ესე ფორს-მაჟორული წესით ტრანსფორმირდება და გარდა სასადილოსა მას თავშესაფრის ფუნქცია ექნება. გამგებლებმა მიიღეს შესაბამისი დავალება და ესეთი მისამართები გამოცხადდება. ამოცანა არის, რომ არც ერთ ადამიანს თბილისში, ამ სიცივეში და ამ ცივ დღეებში არ კონდეს იმის პრობლემა, რომ თავშესაფრის ელემენტარული თავშესაფრის და ცხელი სადილის გარეშე დარჩეს. თავშესაფრებს გახსნიდან 2 დღის შემდეგ მივაკითხეთ. წერეთელზე მდებარე თავშესაფარში უსახლკაროებისთვის ცალკე ოთახიც არ იყო გამოყოფილი. იქ საკვების მისაღებად მისული სოციალურად დაუცველი ადამიანები და უსახლკაროები ერთ ოთახში იყვნენ. მოდიოდნენ და ბევრი მოვიდა გუშინ და გუშინ წინ, მაგრამ ღამე დარჩენა მოისურვა მხოლოდ 3-მა. ესე იგი, ერთი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მოიყვანა ეტყობა ქუჩიდან სასტრაფომ, რომელიც ვერ დგებოდა და ძალიან ცუდის მდგომარეობა ჰქონდა და მოვიყვანეთ დღეს სასტრაფო და გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ქალბატონი იყო სადღაც 70 წლამდე. ეს მამაკაცი დარჩა და ცხელი კერძი მიირთვა დილით და ხა ძინავს და ერთმა მიირთვა დილით და გავიდა და თქვა რომ მოვალ. გლდანში განთავსებული თავშესაფარი ერთი პატარა ოთახისა და 4 საწოლისაგან შედგებოდა. ჯერჯერობით ყავს ერთი 91 წლის მოხუცებული შოთა ქიმერიძე, რომელიც ცხოვრობდა გაუსაძლეს პირობებში ავტოფარეხში. მოიყვანეს და ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი. და ვინ მოიყვანა? მოიყვანა გამგეობა. იმავე თავშესაფარს 10 დღის შემდეგაც მივაკითხეთ, როგორც მისმა წარმომადგენელმა გვითხრა, იქ 3 ადამიანი ცხოვრობდა. რადგან 3-ვე მამაკაცი იყო, ოთახი კი ერთი თავშესაფარში უსახლკარო ქალებს ვერ იღებდნენ. თავშესაფრის წარმომადგენელმა ინტერვიუზე უარი გვითხრა და ფარულად ჩავწერეთ. თუნ არა ცული და კასეთთან ერთი ოთახი რა. ანუ ერთი ოთახი და იმით ალბათ არ ვიცი. მეგონა სული საერთოდ არ კარგად შედის. გარეთ უჩევი. მეჩვეულე. რაფიკ ავდიშევი მერიის ინიციატივის შემდეგაც ქუჩაში ვნახეთ. ამბობს, რომ 13 შვილი ჰყავდა. სახლის შვილებმა გაუყიდეს და დღეს მათი ადგილსამყოფელიც არ იცის. მერიის თავშესაფრების შესახებ ჩვენგან გაიგო. აი 6 წელიწადი რომ აი ესე დავრბა ტელევიზორი არ მაქვს, სუქი არ მაქვს ააფეჯა. საინარა გავიგო. თუ ასნა მე რა ვიცი სულ ეხლა 6 წელიწადი ქუჩა დავდივარ და ტელევიზორს არ უყურებ, რადიოს არ უსმენ არაფერს. აბა რანაირად გავიგო.
რო შემოთენენ ხო წავალ ვისთან წავიდე რა ვიცი. ვის შევჩულო, ვისთან მივიდე ქალბატონო. აი კუთხეში გვდივარ და რა ვიცი, ვისთან მივიდე, ვირას მეტყვის. მერიაში აცხადებდნენ, რომ პროგრამა მანამ გაგრძელდებოდა, სანამ ყინვები იქნებოდა. მარტის შუა რიცხვებში მერიის ხელხაზზე გვითხრეს, რომ პროგრამა უკვე დასრულებული იყო. წერეთელზე უსახლკაროთა ყოფილ თავშესაფარში კი გვიმტკიცებდნენ, რომ იქ მყოფებმა თავშესაფრები თავიანთი სურვილით დატოვეს. თუ უსახლკაროები იყვნენ, ალბათ აქვთ რაღაცა ღამის გასათები, რადგან ჩვენთან აღარ მობრუნდნენ. უმეტესობა მაინც რაიონიდან იყვნენ და ეთყობა უჭირდათ ამ თოვლში და ცუდამინში გადაადგილება და ეთყობა დაუბრუნდნენ თავის სახლებს. მისგან განსხვავებით ვაკის საბურთალოს რაიონში გახსნილ თავშესაფარში გვითხრეს, რომ პროგრამა დასრულდა. ქალბატონმა, რომელმაც თავშესაფრის წარმომადგენლის სახელით გველაპარაკა, ინტერვიუზე უარი გვითხრა, ამიტომ მისი ფარულად ჩაწერა მოგვიწია. დამთავრდა ეს იყო ის განსაზღვრული პირველამდე რა. და ხალხი საწავიდა. სადაც იყვნენ ქუჩაში. ეგეთი იყო გადასარევი, გაყინულები მოვიდნენ და გაუშვით ის ჯამთელები. მიუხედავად მერიის პრესსამსახურის არაერთი დაპირებისა, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა ქაცარავასთან ინტერვიუ არ შედგა. მერიის მიერ უსახლკაროებთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ ჩვენ დეტალური ინფორმაციაც გამოვითხოვეთ. მერიიდან კი მხოლოდ ის მოგწერეს, რომ უსახლკარო ადამიანებისთვის ახორციელებენ პროექტს სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში. პროგრამის ფარგლებში დონორების დახმარებით 2009 წელს 2 სართულიანი 28 ბინიანი კოტეჯი ააშენეს ვარკეთილში. ბინებში 16 დევნილი და 12 ადგილობრივი ოჯახი შესახლდა. ხოლო 2010 წელს 24 ბინიანი კოტეჯი აშენდა, რომელშიც 24 ოჯახი შესახლდა. მერიის წერილით ირკვევა, რომ უახლოეს მომავალში 2 სამსართულიანი შენობის აშენებაც იგეგმება. სახალხო დამცველის თქმით, ამ პროგრამით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ის სოციალური საცხოვრისი, რომელიც შენდება როგორც წესი შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, არის რა თქმა უნდა არასაკმარისი და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის დაკმაყოფილება ხერხდება ამის საშუალებით. ასევე საბინო ფონდი ფაქტურად აღარ არსებობს, შესაბამისად ძალიან მწირია რეალური დახმარება, რომელიც შეიძლება ამ პირებმა მიიღონ. 2012 წლის 2 თებერვალს ინტერნეტ პორტალ ნეტგაზეთთან საუბრისას მამუკა ქაცარავამ აღნიშნა, რომ მათ მიერ აშენებულ ბინებში ხვდებიან უსახლკაროები, ანუ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ და გარკვეული პირობების გამო ბინა დაკარგეს. მამუკა ქაცარავას თქმით, მათთან 4000-მდე უსახლკარო ადამიანის განაცხადია შესული და აქედან ჯერ მხოლოდ 54 დაკმაყოფილდა. თუმცა უსახლკაროებში ის ცალკე გამოყოფს ბომჟებს. ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესი არის ქუჩა, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს პოლიტიკა ჯერ არ შეუმუშავებია და ეგრეთ წოდებულ ბომჟებთან მიმართებაში სისტემურ მიდგომაზე ფიქრი ახლა დაიწყო. ადგილობრივი კანონმდებლობითაც და ასევე მთელი რიგი საერთაშორისო ნორმებით ხელისუფლებას რა თქმა უნდა გარკვეული ვალდებულება გააჩნია უზრუნველყოს პირები ადეკვატური საცხოვრებლებით. ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა პირველ რიგში მოვიშველიებ გაეროს საერთაშორისო პაქტს, რომელიც იცავს პირის ეკონომიურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს და რა თქმა უნდა ასევე საქართველოს ადგილობრივ კანონმდებლობას, რომელთაც გარკვეული ვალდებულებებია გაწერილი. რა თქმა უნდა ხა იმათთვის, ვისაც სახლკარი არ აქვს, სოციალური დახმარების მიღებაც შეუძლებელია. კანონმდებლობის მიხედვით სოციალურმა მუშაკმა საცხოვრებელი უნდა შეაფასოს და შემდეგ გადაწყვიტოს ეკუთვნის თუ არა ოჯახს სოციალური დახმარება. კანონი არ ითვალისწინებს შემთხვევას, როგორ უნდა მიიღო დახმარება თუ ქუჩაში ცხოვრობ. ქუჩაში მცხოვრები ადამიანების უმეტესობამ ისიც არ იცის ვის მიმართოს. სახელმწიფო დახმარება საერთოდ არაფერია. ოდესა გითხოვიათ, ანუ ან მისულხათ ან რაღაცა? არა, არ მისულ, მისვლიდან ალბათ არ მისულ. ხორობაზე ან დახმარება არ მithხოვი. სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას არც მიწისქვეშა გადასასვლელში მცხოვრები ამირან გარდაბნიშვილი იღებს. ის რეგიონებიდან ჩამოსულ ხალხს ტვირთის გადაზიდვაში ეხმარება და თავს ამით ირჩენს. დახმარება სად უნდა წავიდე, სად ვის უნდა მივაკითხვა ამითი და თვითონ არ უნდა მოვიდეს რომ იჭირს და იცის რომ იჭირს საერთოდ. ვერ ვიყი ახლა ან მერიაში ან სადმე საერთოდ თუ სამი არის ვინმე ზედოთ იმას რომ მეთვალყურებზე გამოტოვა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღეა, 4 დღეა, რაღაცას დავეხმარები და რაღაცას გზას მოუნახავს საერთოდ. აბინას უშოვი და რაღაცა.
ან რაღაცა დავეხმარებულა და თვითონ ოიქებოდა ვარ ნაცნობს. ხამე სიცივეში რომ არ გააციო და ესენი ვინ არიან მე აზე არა ვარ ეს საიდან არიან ჩემს ცხოვრებაში რა ცხოვრობ ერთი რამე არ მაქვს პარული ეს ვაში რომ მაგის არ მაქვს პარული ვაში რაფიკა ავდიშევი ნანგრევებში ცხოვრობს. აი ნანგრევებში ცხოვრობ რა ხან პადიეზებში ხან რაღაცა ესე მათხოვრობ და რაღაცა პატარა ფული ვაკეთებ რა ხან სიგარეტი ვართ რაღაცა და აი ვყიდი და მე ფულს ვაკეთებ იმითა რა ამბობს რომ სოციალური დახმარებით მხოლოდ პოლისი მისცეს და ფულად დახმარებას ვერ იღებს. მაღალი ფულები მომცეს რა და მე ვუთხარი ამ ნანგრევებში 10 მათი ვარი მაქვს არც უკიდა რა დიდი ქულა მომაძლევს ვერ გავიქი. დიდი ქულა მომცეს ყველაფერში. მე რა ვიცი არც მითხრეს საწავიდე ვისთან მივიდე არაფერი არ ვიცი ხამდენ აი ესე ვდივარ რა არ ვიცი რა გავაკეთო ვისთან მივიდე რა სოც დახმარება რა ისა არაფერი არ ვიცი ხელისუფლება მისიც არ იცის ქვეყანაში რამდენი უსახლკარო ადამიანია. სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში უსახლკაროთა ერთიანი რეესტრის წარმოების საკითხს უკვე 3 წელია სვამს. კანონის თანახმად ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს შესაბამის უწყებებს უფრო ნათლად დაანახებდა პრობლემას და უფრო გაუადვილებდა სამოქმედო გეგმის შემუშავებას ამ ადამიანებთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ ამ რეესტრის წარმოება არანაირ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს არ არის რაღაც უსაშველო თანხებთან დაკავშირებული, უბრალოდ ამისთვის უნდა არსებობდეს ნება და ნება იმისთვის, რომ მოაგვარო არსებული პრობლემა. სოციალური დახმარების შესახებ კანონის მიხედვით უსახლკაროები ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თავშესაფრებით უნდა უზრუნველყონ. რიგ ბიუჯეტებში ადგილობრივში გათვალისწინებულია აბსურდული თანხები როგორც არის მაგალითად 16000 ლარი და ასე შემდეგ, რაც რეალურად არავის დაკმაყოფილებას არ ეყოფა. თუმცა თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს, არის ძალიან დიდი შეცდომა, ვინაიდან იგივე სტატისტიკა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მიუთითებს, რომ რამდენიმე ათეული პირი მუდმივად ადგილობრივ დონეზე მოითხოვს თავშესაფრის გამოყოფას და მათი რაოდენობა ჯამურად, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ დიდი. 54 წლის ქეთო ქარქუზაევს ნანგრევებში მწოლიარეს მივაგენით. ქმარმა მიატოვა. ერთი ვაჟი აგვისტოს ომში, ხოლო მეორე რუსეთში ავტოავარიაში დაიღუპა. მისი ოცნება თავშესაფარში მოხვედრა და გამოჯანმრთელებაა, რომ რუსეთში წავიდეს და თავისი შვილი საქართველოში გადმოასვენოს. აქ ქალბა მომიყვანა ერთგან ბაღში მეძინა, პუშკინის ბაღში მეძინა, სახლი რო არ ქონდა, ქუჩაში მეძინა და წვიმაში რო გავციმთ ისედაც სახსრების რევმატოლოგიური ვარ და თავშესაფარში ვერ მივიღეს პენსია რო არა მაქვს. ვერ მივიღეს, მიუმართე იქ. რატო არ მიგიღეს? პენსია რო არა გაქვს, ვერ მიგიღებთო. მას ნანგრევებში მცხოვრები მეზობელივით სიკვდილის ეშინია. ანატოლი სტარისკი ცხოვრობდა ერთი მოხუცებული კაცი. აგერ გვერდზე მინგრეული არის, ერთი 4 დღის წაყვანილი ყავთ. მოვლელი რო აღარავინ ყავდა, მშიერი მოკვდა. და ამ კატამ ყურები და ცხვირი და თითები მოაჭამა. ქეთო ქარქუზაევი რამდენიმე დღის შემდეგ კათარზისში აღმოვაჩინეთ. ერთი კვირა ვიყავი მშიერი. უკვე ვეღარ ვგებოდი თაბრმეხვება და თვალები მიმბნელდებოდა. მეთი შეიძლება რამენა ხო არ კვდები თქო ნელ-ნელა გამოვედი კარებამდე და თაბრდამეხვა დავარდი. კათარზისში პატრულმა მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კათარზისი მსგავსი კატეგორიის ადამიანებისთვის არაა განკუთვნილი, სიცივეში უპატრონოდ დარჩენილი ქალი შეეცოდათ და დროებით შეიფარეს. ოღონდ ქუჩაში არ მოკვდე და წავალ იმაში თავშესაფარში. ხონდ ქუჩაში არ მოკვდე ბომჟესავით. ბოლოს ქეთო ქარქუზაევმა მერიის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი დროებითი თავშესაფრიდან დაგვირეკა. თავშესაფრის დახურვის შემდეგ კი მისი კვალი დავკარგეთ და ის ქუჩაში დარჩენილ ადამიანთა რიცხვს შეუერთდა. ზამთარია სიცივე შემოდგომა